ლევან ჯობავა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. აქტივისტი, ცნობილი ყველასთვის, მოგესალმებით ლევან, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მოკლედ 6 ოქტომბერია, ეს 4 დამთავრდა ისე როგორც დამთავრდა, რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნა, არალეგიტიმური მცდელობა ჰქონდა გუშინ, რუსთაველის პროტესტის მოშლის. ამიერიდან ყველა მცდელობა დაკავშირებული იქნება გუშინდელ დღესთანო, ყველა შეკრებაო და ჩვენ მიმოქმედებთო რაღაცნაირად შეშინების მესიჯი და ასეთი ამის მიუხედავად გუშინ რუსთაველი გადაიკეტა. რა არის თქვენი აზრით რეჟიმის მთავარი მიზანი და აი ამ ურთიერთბრალდებების ფონს ალბათ ადევნებთ თვალყურს ქვეყანაში, რაზე უნდა გასწორდეს თქვენი აზრით ფოკუსი? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დღეს ბიჭები დატოვეს პატიმრობაში მინდია და თორნიკე და რა უნდა რეჟიმს უნდა რომ ყველა მოწინააღმდეგე ყველა საპირისპირო აზრის მქონე მოქალაქე არ აქვს მნიშვნელობა რომელ ჯგუფს წარმოადგენს ის გააჩუმოს დააშინოს და რაღაცნაირად თავისი ველიდან გააქროს იმისთვის რომ ბოლომდე შეძლოს იმის კეთება და იმ რაღაცა სპექტაკლის თამაში რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში. უნდა გავაკეთოთ ჩვენ და გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გერბს ამშვენებს ამდენი ხანია. მაგრამ პრაქტიკაში მაგის გადმოტანა გვიჭირს ხოლმე რა ძალა არის ერთობაში. ერთობისთვის საჭირო არის მე ცოტა უკან გადავწიოთ, რაც არ უნდა გამოცდილი, ნასწავლი, დიპლომები დამშვენებული და სასწაული მე გქონდეს, უკან უნდა გადავწიოთ და წინ უნდა წამოწიოთ ჩვენ. მე დაალაგდება რაღაცა. ნიშნები არის ამის, ვიღაცას უფრო სწრაფად გამოსდის, ვიღაცას უფრო გვიან გრძელვადიანი პროცესია და ბოლოს მგონია რომ ამას მაინც შევძლებთ რა. კი ბატონო, ფოკუსი მიზანზე, ეს მიზანი არ შეცვლილა, ეს არის გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრების ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში და რაც თავარია ქვეყნის პროდასალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება, ხო? საითაც ეს ქვეყანა, სხვა შორის, ბევრი მთავრობის დროს მიდიოდა საგარეო კურსის ცვლილება, პირველად გამოგვიცხადა ივანიშვილის რეჟიმმა ღიად და საჯაროდ. აი ეს მიზანი რამდენად რჩება ძალაში და რა გაჩვენათ 4 მიმართულებით, რამდენად ბევრი ადამიანია მიზნის დასაცავად მზად? მიზანი რა თქმა უნდა ძალაში რჩება, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შეხვიდე სახლში და გააგრძელო ცხოვრება მშვიდად. არ მოგინდეს პროტესტის გამოხატვა და ელემენტარულად აი რუსთაველზე კვირაში რამდენიმე დღე მაინც გამოსვლა, როცა იცი რომ ამდენი ადამიანი სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ რუსთაველზე, ჩვენნაირი მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ და ამ ხალხს ყველას მეორე წელია უკვე არ აქვს შანსი რომ ოჯახთან იყოს. ბიჭები მე-10 თვეა უკვე პატიმრობაში არიან. მზია ამაღლობელი მე-10 თვეა პატიმრობაშია. რამდენიმე თვეა გაიზარდა ეს სია. თორნიკეს და მინდიას უკვე აი კიდე პატიმრობაში ტოვებენ, გელა დაიჭირეს ხასა. ანუ ჩამოთვლაც კი არის შეუძლებელი იმ ხალხის, რომელიც ზუსტად ჩვენნაირად იქ იდგა და არიან ყველანაირი საფუძვლის გარეშე ტყვეობაში მოქცეულ. და აი ამ ადამიანებზე ფიქს თუ შეწყვეტ და შეხვალ სახლში შენს დაგიჭერს რეჟიმი. გარეთ დგომაც არ არის გარანტია რომ არ დაგიჭერენ, მაგრამ სანამ გარეთ ადამიანები დგანან, აი ეს ბრძოლა გრძელდება. და ის რომ მეშინია რომ აი რეჟიმმა შეიძლება რაღაცა დამიჭიროს რამე და დამიშავონ, შიში ვერაფერს ვერ შეცვლის რა. რეჟიმი იმის რეჟიმია ზუსტად რომ აუცილებლად შენამდეც მოვა, მანამდე იკაფავს გზას რა. და ერთ დაჭერილ თანამებრძოლზე, რა ვიცი, 10 უნდა ემატებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში. ესე მგონია რა. კი ბატონო და აი პოლიტიკური სპექტრისგან ელით თუ არა, რამეს ჭირდება თუ არა ამ პროტესტს პოლიტიკური ლიდერშიპი, ეს თავისთავად თვითნაბადი პროცესია, აქ პოლიტიკოსი, სხვა პროფესიის ადამიანის ყოველდღიურად დგას ქუჩაში, როგორც მოქალაქე, მაგრამ აი რაღაცნაირად 4-ის შემდგომ ან მანამდეც არ ვიცი, საჭიროებს თუ არა
ეს პროცესი პოლიტიკურ ჩარჩოს, ანუ პოლიტიკური ლიდერშიპისგან რაიმე ტიპის არა ხელმძღვანელობას, არამედ რაღაც საერთო მოქმედების გეგმის შეჯერებას, არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ? მე პირველ რიგში მგონია, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან მეტად უნდა ვისაუბროთ. იქ მდგომმა ადამიანებმა მეტად უნდა ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია, რომ ეს ამდენხნიანი მშვიდობიანი პროტესტი უფრო ეფექტური გავხადოთ. და ამ საუბარში პოლიტიკოსი ჩაერთვება, ექიმი, განათლების სფეროს წარმომადგენელი თუ სპორტსმენი, უფრო მრავალფეროვანი გახდება ეს. ეს არის ჩემი აზრი. რაღაცა ტრიბუნა და კონკრეტული ჯგუფის დადგომა ესე არ ყოფილა ამ პროტესტის დამახასიათებელი და ამ პროტესტის შტრიხი და როცა იყო ხოლმე რაღაცა ეს მეს გადაწევა მაშინ რთულდება ხოლმე რა და ის რაც გამოიწვევს ჩვენ დაყოფას ნაკლებად სასურველია და გავეძებოთ ის რაც დაგვაერთიანებს. კი ბატონო, მესმის, მაგრამ აი აქ მინდა ზუსტად ასეთი კითხვა დავსვა. პროტესტი პოლიტიკური პროცესია საბოლოო ჯამში, მოქალაქეები თავის საქმეს აკეთებენ შესანიშნავად 313 დღეა, ყოველდღიური უწყვეტი პროტესტია, მართლა წარმოუდგენელია ნებისმიერ ამინდში რუსთაველი იკეტება ყოველდღიურად. როგორ უნდა ითარგმნოს ეს შედეგში, თქვენეული გეგმა თქვით ცოტა ხნის წინ, რომ ადამიანების თვითორგანიზებული ჯგუფი მეტი ეფექტის მიღებისთვის, ანუ აქ მე ხშირად ვსვამ ამ კითხვას, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს პროცესი, როგორ მივიდეს შედეგამდე და ყველა ამბობს, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია ამ ამბავს ვერ შველის და რაღაცა აი ახლად ნაბადი სამოქალაქო ჯგუფებიც უნდა ჩაერთონ ამ პროცესის გამოსავლის ძებნაში, მოკლედ. ანუ თქვენ ხედავთ საჭიროებას, რომ აი კონკრეტული ინდივიდები, მეტი ვილაპარაკოთო, მაგრამ ახლა ბევრი ადამიანი ერთად ვერ დასხდება, მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ვერ ილაპარაკებს. პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ უფრო კონკრეტულად, აი უფრო აქტიური ადამიანების დასხდომა და საუბარი? აქტიური ადამიანების ახლა ვიღაცა შეიძლება აქტიურად გადმოდის და მომენტში კეტავს რუსთაველს და ვიღაც შეიძლება აქტიურად იმ რუსთაველზე პასუხისმგებელია იმაზე, რომ სისუფთავე იყოს და ვიღაცა ყავით და ჩაი დოზრუნოს. ანუ აქტიურობა ლაპარაკში არ ითარგმნება ჩემთვის და ამ პროცესს ბევრი აქტიური წევრი ყავს რა. პოლიტიკურ პარტიებზე რაღაცნაირად ეს შემოგდებული და კარგად გამოყვებილი არის რეჟიმის მიერ, რომ ანუ ვაიმე ოპოზიცია არ უყავს საერთოდ და ამ ოპოზიციას სიამას მეტი რაქნას უმრავლესობა ზის ციხეში და ეხა არავის არ ეწყინოს, ვისაც ეწყინება შეუძლია ცივი წყალი დალიოს, ეს ფსევდო ოპოზიციას რო ეძახიან თავის თავს და არჩევნები რო გაუპრავეს, მაგათ ოპოზიციონერებად საერთო დავრთული და მაგრა უნდა მოინდომოს მაგ ჯგუფმა, რომ რაღაცა საერთო ვიპოვო მე პირადად როგორც მოქალაქემ მათთან. და დანარჩენი ჩემი აზრით არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რაღაცა ტრიბუნა საინტერესოდ უნდა დაიწყონ საუბარი თუ უნდა ვინმე პოლიტიკურ ჯგუფს რომ ამ პროცესის რაღაცა როგორც თქვენ ახსენეთ ლიდერშიპი გახდეს, მაგრამ ერთ ჯგუფს ეს რატომაც მგონია რომ არ გამოუვა და პოლიტიკოსები რომლებსაც პრეტენზია აქვთ რომ იცი რა აი პროცესები ჩაივლის რეჟიმი დამარცხდება და მერე ჩვენ მოგვეცით ხმა და ჩვენ ავაშენებთ ნორმალურ საზოგადოებას საჩვენებლად უნდა ახერხებდნენ რომ აი ნახე ჩვენ აქ ვახერხებთ ერთმანეთთან ლაპარაკს. კი ბატონო მინიმუმ საუბარს. მას ვერ ახერხება ხოლმე როგორც ეს. ხო, ერთმანეთთან საუბარს კი ანუ არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილვარ და არც მაქვს ამის სურვილი, მე მინდა ვიყო რაღაც უსაფრთხოდ მცხოვრები პატიოსანი მოქალაქე ამ ქვეყანაში. და შემდეგ არჩევნების დროსაც თქვენ თქვით რომ დარჩებით მაკონტროლებლად რიგით მოქალაქეთ, რომელიც შემდგომ ხელისუფლებას ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. კი ბატონო. კი, აუცილებლად. დიდი მადლობა ლევან, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვისმენთ ლევან ჯობავას შეფასებებს.